სალამი მეგობრებო. მოგვიახლოვდა ნელ-ნელა ზაფხული. მართალია ამინდით ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ კალენდარულად ხო მოგვიახლოვდა ფაქტია. ხო და რას ნიშნავს ზაფხული ფეხბურთის მოყვარულთათვის გარდა რა თქმა უნდა მსოფლიო ჩემპიონატისა. პირველ რიგში ნიშნავს ევროშესარჩევების სტარტს, ხო? ანუ ქართული გუნდების ევრო თავგადასავლებს. წელს ევროთასებზე მოხვედრის შანსი აქვს 4 ქართულ გუნდს, მოგეხსენებათ. ეს არის თბილისის დინამო, ეს არის ქუთაისის ტორპედო, ეს არის ჩემპიონი იბერია, ეს არის გორის დილა. ხო და იმისათვის რომ ეს ჩვენი სანატრელი ჯგუფური ეტაპი რაღაცნაირად გვეღირსოს და ჩამოაღწიოს საქართველოს, მოდით ერთად ვიმსჯელოთ თუ რა ტრანსფერებია გასაკეთებელი საჭირო ქართული კლუბებისთვის, იმისათვის რომ რაღაცა კონკურენტ უნარიანები ვიყოთ აი ამ ევრო თავგადასავალში. ეხლა 4-ვე კლუბზე ერთდროულად საუბარი ალბათ ძალიან გრძელი ვიდეო გამოვა, ამიტომ მოდით სათითაოდ ჩავწერ 4-ვე კლუბზე სათითაო ვიდეოებს გავაკეთებ. დღეს კი მოკლედ მინდა დავიწყო თბილისის დინამოთ, იმიტომ რომ მე საკუთარ თავს უპირველეს ყოვლისა თბილისის დინამოს გულშემატკივრად მივიჩნევ. ვიდენტიფიცირდები როგორც თბილისის დინამოს გულშემატკივარი. შესაბამისად პირველ ვიდეოს ამ თემაზე გავაკეთებ სწორედ თბილისის დინამოს შესახებ. ერთი სიტყვით, რა პოზიციები უნდა გააძლიეროს, რა ტრანსფერები უნდა გააკეთოს თბილისის დინამომ, იმისათვის რომ მეტი შანსი ჰქონდეს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპში მოხვედრის. წავით. ალბათ უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ მთავარი ტრანსფერი, ჩემი აზრით, თბილისის დინამომ უკვე გააკეთა. ანუ გულისხმობ რა თქმა უნდა თემურ კეცბაიას. ძალიან ეჭვმეპარება, რომ კონფერენს ლიგის აი ამ შესარჩევ ეტაპზე მონაწილე გუნდებში ბევრი იყოს თემურ კეცბაიას და არის გამოცდილების მქონე სპეციალისტი. ეხლა 2 ეროვნული ნაკრები აქვს გაწვრთნილი საქართველოსი და კვიპროსის, 2ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე ყავს გუნდი გაყვანილი, ერთხელ ლანართოსისი, რომელთა ერთადაც ითამაშა ჯგუფური ეტაპი და შემდეგ ოლიმპიაკოსი, მაგრამ ფეხბურთელებიც საყიდია. მხოლოდ ბატონ თემური ვერ შეძლებს რომ მინდორზეც იყოს და მინდვრის გარეთაც. პოზიციურად რომ გადავხედოთ თბილისის დინამოს შემადგენლობას, ხო? ყველაზე საიმედო რგოლი მიმდინარე შემადგენლობიდან თბილისის დინამოსი ალბათ არის მეკარის პოზიცია. ხა გიორგი ლორია რამდენი წელსაც არ უნდა იყოს. ფაქტია, რომ ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება. ფაქტია, რომ ჟინი ისევ მოყვება, ჯანი ისევ მოყვება. დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ესეთი მეკარე ყავთ კარში და კარნახობს, აგულიანებს, საიმედოა, მოკლედ. მეკარის პოზიცია ალბათ არის ის, რასაც არ უნდა შევეხოთ. მიუხედავად ასაკისა, გიორგი ლორია მაინც ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, ვინც კი შეიძლება რომ ამ წუთას თბილისის დინამოს კარში აღმოჩნდეს. რაც შეეხება დაცვას, პრინციპში დაცვაშიც საკმაოდ ნორმალური სიტუაცია არის. ძალიან კარგად გამოიყურება ალექსანდრე კალანდაძე, ძალიან მომეწონა ბოლო თამაშებში სკურდიჩი, ლეგიონერი. ასევე არის უგრეხელიძე, ჯერჯერობით, ხო? კი არის საუბრები იმაზე, რომ შეიძლება გუნდი დატოვოს, მაგრამ ჯერჯერობით გუნდშია შესაბამისად დაცვის ცენტრში უგრეხელიძის ყოლაც ისეთი იმედის მომცემი ამბავი არის რა. ერთი ფეხბურთელი რომ დაიმატოს თბილისის დინამომ, გამოცდილი ისეთი ცენტრალური მცველი, აი სლოვაკეთში რო თამაშობს ეხლა და რო დაამთავრა იქ საკლუბო კარიერა და სანაკრებოსაც რო ამთავრებს, მაგრამ რომ თქვა რომ კიდე 1 წელი შეიძლება ფეხბურთი ვითამაშო, შემოთავაზება თუ იქნებაო, აი ვინმე ეგეთი მცველი რო დაემატებინა მაგალითად თბილისის დინამოს კონფერენს ლიგის შესარჩევისთვის. მე მგონი ცუდი არ იქნებოდა. იმედია ეგეთი მოლაპარაკება მიმდინარეობს და იმედია რომ საქართველოს ნაკაპიტნარი ფეხბურთელი კარიერას დაამთავრებს თბილისის დინამოში და აი ამ ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთში დროის გუნდს დაეხმარება. რაც შეეხება ფლანგებს. ფლანგები, აშკარად დაცვის ფლანგებზე მაქვს საუბარი. აი უპირველეს ყოვლისა ალბათ რაც გასაძლიერებელი აქვს თბილისის დინამოს, იმიტომ რომ
რესურსი ცოტა არის რა რეალურად. კალანდაძეს უწევს ახლა მარჯვენა ფლანგზე თამაში. ხარებაშვილი ვიცით რომ უკვე გაფორმებული აქვს კონტრაქტი. დიდი შანსია იმისი რომ შესარჩევში ხარებაშვილი არ ყავდეს დინამოს. ანუ ზაფხულში უკვე გაემგზავროს შეკრებაზე სტამბოლურ გუნდთან ერთად. შესაბამისად ფლანგები არის ალბათ დაცვაში ის პოზიცია, რაც აუცილებლად გასაძლიერებელია, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა. ეხლა რაც შეეხება ნახევარდაცვას, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს საერთოდ თანამედროვე ფეხბურთში მით უმეტეს ნახევარდაცვა არის ის, რაც თამაშებს იგებს სინამდვილეში. შევხედოთ ნებისმიერ წარმატებულ პროექტს, არ ვიცი, პარი სენ-ჟერმენი იქნება, ეს მადრიდის რეალი იქნება, ბარსელონა იქნება, მანჩესტერ სიტი იქნება, ანუ ნებისმიერი ტოპ გუნდის შემადგენლობას რო შევხედოთ, უპირველეს ყოვლისა ისინი გამოირჩეოდნენ იმით, რომ ყავდათ საოცრად საიმედო ნახევარმცველები. ნახევარმცველები, რომლებსაც შეეძლოთ და შეუძლიათ თამაშის კარნახი, ანუ გუნდს რომ შეეძლოს მისთვის კომფორტული სათამაშო ტემპის, სტილის, დინამიკის კარნახი. ამიტომ ნახევარდაცვა არის ის რგოლი, რომელიც აუცილებლად გასაძლიერებელი აქვს თბილისის დინამოს. კი არის რამოდენიმე საინტერესო ფეხბურთელი დღეს. არის ნინუა მაგალითად, რომელიც ძალიან ტექნიკურია და ბურთის ამოტანის კუთხით ერთ-ერთი გამორჩეულია ალბათ. არიან ეს უცხოელებიც ხო, იორო, ოსეი, კარგად გამოიყურებიან საკმაოდ. მაგრამ გაძლიერება საჭიროა. პირველი ვინც თავში მომდის, სიმართლე რომ გითხრათ, არის ფეხბურთელი, რომლის მოყვანაც მე მგონი რომ თეორიულად არ უნდა იყოს დაუშვათ შეუძლებელი. საუბარი მაქვს ლუკა გაგნიძეზე. ლუკა გაგნიძე, რომელიც თბილისის დინამოს აღზრდილია, რომელიც მოსკოვის დინამოში გაიყიდა, გახსოვთ, და მისი კარიერა ფაქტია, რომ საზღვარგარეთ ისე არ წარიმართა, როგორც დაუშვათ თვითონ სურდა და ჩვენც გსურდა გულს იმ ადგილებზე და ასე შემდეგ, ხო? არც რუსეთში გამოვიდა დიდად წარმატებულად არაფერი, არც გრანადაში არენდა გამოდგა მაინდა-მაინც წარმატებული, ხო თითქმის არ უწევდა განსაკუთრებით მეორე ნაწილში უკვე თამაში და მე მგონი რომ მისი თუნდაც იჯარით წამოყვანა რაღაცა შეუძლებელი არ უნდა იყოს მაინდა-მაინც რა. და თბილისის დინამოსთვის იქნებოდა, აი, ნუ არ ვიცი, მისწრება იქნებოდა ეხლა ნახევარდაცვაში ლუკა გაგნიძის ტიპის ფეხბურთელის დამატება და თავად ფეხბურთელისთვისაც მგონია რომ მოკლედ არ იქნება ეგ ცუდი ვარიანტი. დაიბრუნებს რაღაცა რწმენა საკუთარ თავში, ტონუსს და ამის შემდეგ ითამაშებს ევროპულ ტურნირებს. ასევე ნახევარდაცვა მე მგონი რომ არის ის რგოლი, სადაც უნდა ველოდოთ ლეგიონერებს. ნახევარდაცვაში თამაში ცოტა სხვა სკილებს, ცოტა სხვა უნარებს მოითხოვს კიდე და პრინციპში არჩევანიც როგორც წესი ყველაზე მწირი ზუსტად მაგ ზონაში არის ხოლმე რა. აქედან გამომდინარე მგონია რომ ვიხილავთ ლეგიონერებს თბილისის დინამოში. ალბათ ვიხილავთ ვიღაცას კვიპროსის ჩემპიონატიდან, რომელიც საკმაოდ კარგად არის დაცნობი კეცვაიასთვის. რთული სათქმელია ეხლა ვინ იქნება ეს. ამიტომ დარჩეს სიურპრიზად და ხო და მოდით ეხლა ამიტომ გადავიდეთ შეტევაზე. ფლანგები, დავიწყოთ ვინგერებით. მარცხნივ პრინციპში ყველაფერი კარგად არის, იმიტომ რომ აქ არის დონკორი, აქ არის თორნიკე კვარაცხელია, მარცხენა ფლანგზე მოკლედ სიმშვიდე არის. რაც შეეხება მარჯვნივ, კი არის მონტეირო, მაგრამ ეს მონტეირო ჯერდი მარტო მონტეირო არ არის საკმარისი, მეორე ალბათ გაძლიერება მაგ პოზიციის ნამდვილად შეიძლება და არის ძალიან კაი ვარიანტი ჩემი აზრით. ეს არის ლევან შენგელია. საქართველოს ნაკრებში ათამაშები არა ერთხელ. ასევე თემურ კეცბაიას აქვს ნათქვამი, რომ ჯერ კიდე ანათოსში ყოფნის დროს უნდოდა შენგელიას დამატება, რაღაცები არ გამოვიდა, სხვა მიზეზების გამო, მაგრამ მისთვის ის საინტერესო ფეხბურთელია.
ასევე თბილისის დინამოს სკოლა გამოვლილი, ნათამაშები თბილისის დინამოში საკმაოდ ისე კარგად და დამაჯერებლად იყო პერიოდი, როდესაც ლიდერი იყო თბილისის დინამოს შენგელია. უმთავრდება მას კონტრაქტი ახლანდელ კლუბში, თავისუფალი აგენტი ხდება. ხო და მოკლედ შენგელია რომ დაიმატოს თბილისის დინამო მარჯვენა ფლანგზე, ტოპ შენაძენი იქნება. აი, არ ვიცი, ძალიან მაგარი გაძლიერება იქნება. წარმოვიდგინეთ, დაცვაში გამოცდილი კაშია დავიმატოთ, ფლანგებზეც ვიღაცაები ვიპოვოთ, გაგნიძე ნახევარდაცვაში, შენგელიას ვიმატებთ მარჯვნივ, ფორვარდს რაც შეეხება, ვაწაძე ძალიან კარგია მიმდინარე სეზონში, ორი აზრი არ არის, მაგრამ ჯერ ერთი ასაკი, არ არის პატარა ბიჭი, პლუს მარტო ვაწაძეც არ კმარა, ხო? ხო და აქაც ვყავს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ასევე კონტრაქტი უმთავრდება, თავისუფალი აგენტი ხდება, საქართველოს ნაკრები დათამაშები აქვს. საუბარი მაქვს დავით ვოლკოვზე, რომელიც ვილისანიოლის სიმპათიებს რომ იმსახურებს, ეგ ვიცით. ეროვნულ ნაკრებში რომ იძახებენ, ვიცით. საქართველოს ჩემპიონატშიც გვინახავს მის თამაში. საბურთალოს შემადგენელი, მე პირადად საბურთალოდან მახსოვს. და კეცპაიას სტანდარტებსაც საკმაყოფილებს რა. ჯერ ერთი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი არის, შეუძლია საჰაერო ორთაბრძოლების მოგება, მოძრავი ფეხბურთელი არის, სირბილი არ ეზარება და გოლების გამტანი ფორვარდი არის რა. საკმაოდ კარგი გაძლიერება შეიძლება იყოს ჩემი აზრით ვოლკოვის დამატებას თბილისის დინამოსთვის. ასევე საინტერესო ვარიანტი იქნებოდა ჩემი აზრით თუ მოხერხდა სლოვაკეთიდან საქართველოში დავაბრუნოთ გიორგი გაგუა. გახსოვთ ალბათ ახალგაზრდული ევროპიდან ეს ფეხბურთელი, ასევე აი ზუსტად აკმაყოფილებს კეცპაიას სტანდარტებს რა. შრომის მოყვარე ფეხბურთელი არის. რაც უდაოდ თემურ კეცპაიასთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და ის სათამაშო სტილი, რასაც თბილისის დინამო თამაშობს მის ხელში, ხო? იდეალურად შეესაბამება გაგუასაც. თუმცა აქ პრობლემა ისაა, რომ გაგუას მოქმედი კონტრაქტი აქვს თავის გუნდთან და შეიძლება ეს რა თქმა უნდა იყოს რაღაცა ხელი შემშლელი ფაქტორი. მოკლედ ესეთი ფეხბურთელები მომაფიქრდა, ვინ შეიძლება რომ გააძლიეროს თბილისის დინამო იმის გათვალისწინებით თუ რა პოზიციებია, რომლებიც უდაოდ საჭიროებს გაძლიერებას, რა პოზიციებია, სადაც შევსება აუცილებლად ჭირდება თბილისის დინამოს ევრო თასებისთვის. უმეტესობა ამ ფეხბურთელების ხდება თავისუფალი აგენტიან, შესაძლებელი არის რომ არენდით წამოიყვანოს გუნდმა, ამიტომ შეუძლებელი წესი და რიგით ეს ყველაფერი არ უნდა იყოს. საინტერესო იქნება წაკითხვა თქვენი მოსაზრებისაც, კიდე ვინ არის ისეთი, ვინ შეიძლება რომ გააძლიეროს თბილისის დინამო საქართველოს ჩემპიონატიდან, უცხოეთიდან და ასე შემდეგ. მოკლედ, ველი თქვენს ფიდბექებს, ლაიქებს, გამოწერებს და ასე შემდეგ, ყველაფერს რაც აუცილებელი არის YouTube-ზე. უყუროთ ფეხბურთს, უგულშემატკივროთ ჩვენს გუნდებს, ვისიამოვნოთ ფეხბურთით და ერთად ვნახოთ სტადიონიდან ქართული კლუბების წარმატება. დროებით.